ვაგზელებ ჩვენს გადაცემას, როგორც შევთანხმდით, სიტყვა აფხაზეთს, ბატონ თემურ მჟავიას, აფხაზეთის უზენაეს საბჭოს წევრს, ყოფილ თავმჯდომარეს და კონსტიტუციაზე ხელის მომწერს, ხელობაში მაქვს პირველი მრავალპარტიული უზენაეს საბჭოს დეპუტატია ყოფილი. ძალიან ბატონო. მადლობთ, მოგესალმებით, კოლეგებო, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. მეფე დავითის თემა იმდენად დიდი, ღრმა და მოცულობითია, პრაქტიკულად არ გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სხვა თემა აირჩიო, თუმცა ჩვენი მისია დღევანდელ გადაცემაში ალბათ განსხვავებული მისიაა და მე ამაზედაც მინდა, რა თქმა უნდა, ყურადღება გავამახვილო, მაგრამ ჩემი გულის ტკივილი ალბათ უნდა გაგიზიარო თქვენს და ალბათ ჩვენს მაყურებელსაც და ის საკუთარი ისტორიის დავიწყება მე არ ვიცი რომელი სიტყვა ვიხმარო იმისათვის რაც ჩვენ გვჭირს ეს ყველაფერი აი ამ სიტყვაში მოვაქციოთ აი ამ შინაარსში მოვაქციოთ მე არ ვიცი ეს არის ალბათ ესე იგი მანქურთიზმია ალბათ უპირველეს ყოვლისა როცა შენს ვერ ხედა ვერ უყურებ იმიტომ რომ არიცი უბრალოდ და ამიტომაც რომ იცოდე ალბათ ესე იგი სხვანაირად შეხედავდი ამ გარემოებას და ეს არ ახალია ეს სისტემური მოვლენაა მე მახსოვს როდესაც იყო 250 წლის თავი იყო ესე იგი სულხან საბა-ორბელიანისა იმ პერიოდში როდესაც ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში 250 წლის თავი იყო დავით გურამიშვილისა ჩერნიგოვში უკრაინაში ტარდებოდა რაღაც ულამაზეს და საოცარ დრამატულ თეატრში და ტევა არ იყო ესე იგი ჩერნიგოვმა გადაუხადა 250 წლის თავი დავით გურამიშვილს ესე იგი ამ საოცარ პიროვნებას ადამიანმა რომელმაც ასე ვთქვათ შემოქმედმა რომელმაც საოცარი თვალით დაინახა და ჩაიხედა იმ ქრისტიანულ მრწამსში უნიკალური მოვლენა იყო მის თანამედროვეთაგან მსოფლიოში ასეთი ხედვა ვერ დააფიქსირა ვერავინ იესოს ხო და წარმოიდგინეთ ახლა სულხან საბა-ორბელიანი რომელიც საოცარი განმანათლებელი იყო მისი დონის განმანათლებელი ევროპაში მე არ მეგულება შესაძლებელია ჩემი შეფასებითი დამოკიდებულება იყოს ამ ისტორიული პიროვნების მიმართ, მაგრამ არც უნდა გვიკვირდეს, ვინაიდან თუ კი ევროპელ განმანათლებლების, ასე ვთქვათ, იდეოლოგიაში მთავარი ათეიზმის მომენტი იყო და ისინი ამას აყრდნობდნენ ადამიანის უფლებას და საერთოდ სამყაროს მოწყობას, ეს იყო პირდაპირ, ასე ვთქვათ, რელიგიურ ფასებლობებზე, ასე ვთქვათ, ქრისტიანულ ფასებლობებზე დაქვემდებარებული ბატონ თემური და მინდა გითხრათ რომ ლუდოვიკოს რომ შეხვდა სულხან საბამ ეს ლუდოვიკო გითხება ყველაფერი გამიგია მაგრამ რა განათლება გაქვს რა დაამთავრებთ იმას სორბონა ვიციო ესე ვიციო თქვენ რა დაამთავრებთ და მე გლეხის ინსტიტუტი გლეხის სკოლა მაქვს დამთავრებული და თამადის ინსტიტუტიო და ამით განაცვიფრა ესე იგი იმპერატორი განაცვიფრა იქ რომ თავის განათლებით აი სულხან საბამ და დიდი მადლობა გაიხსენებთ. აი ზუსტად ამიტომაც ვამბობ რომ ესე იგი არა მხოლოდ დავით აღმაშენებელი, არამედ საერთოდ ქართული ისტორიის მიმართ ესეთი რა ვიცი ნიჰილისტური და კიდე კარგად არ ვიმეტებ მაინც ჩვენ საზოგადოებას ხო ესეთი დამოკიდებულება ეს არის უკვე სისტემური მოვლენა რომელსაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ. აი ეს არის მნიშვნელოვანი რაც ჩვენ დღეს უნდა ვილაპარაკოთ. ახლა რაც შეეხება მეცნიერთა კონგრესის იმ ღონისძიებას რომელიც ჩატარდა დავითობა დღეს 8 თებერვალს მიმდინარე წლის თქვენის ნებართვით ალბათ მე შევეხები იმ ნაბიჯებს რომელიც ხვალისთვის უნდა გადავდგა თითოეულმა ჩვენთაგანმა ესე იგი საჭიროა აი ამ ეგრეთ წოდებული კონსტიტუციის ვთქვათ ესეთნაირად დინამიკაში მოქცევა იქ არის 12 პუნქტია, რომელიც ასახავს ალბათ საზოგადოებრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს, რომლის ირგვლივ
ჩვენ გავაცოცხლოთ უნდა ნებისმიერი საკითხი, რომელიც აი ამ 12 მუხტთან არის დაკავშირებული და მოვაქციოთ ისეთ დინამიკაში, რომელიც გამოიწვევს ალბათ საზოგადოების დაინტერესებას. აი ეს არის ალბათ უპირველესი ამოცანა, რომელმა ამოცანამა ჩვენ უნდა დაგვისახოს რაღაც გარკვეული დღის წესრიგი და ამ თანმიმდევრულად განმავითაროთ ეს პრაქტიკულად რომ ვთქვა, ესე იგი შევქმნათ ისეთი პლატფორმა, სადაც ესე იგი განმავითარებთ აი ამ სადისკუსიო პერსპექტივას, სადაც ესე იგი ამ დიალოგში გამოჩნდება ბევრი რამ. ჩვენ ფიქრობ, რომ სრულყოფილი მარტოუფალია და რა თქმა უნდა ეს დოკუმენტის ვერ იქნება სრულყოფილი, მაგრამ აი ესეთი სახის დინამიკა ალბათ კიდევ ერთხელ მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ დაიხვეწოს დოკუმენტი, შეივსოს ის ახალი შინაარსით და მნიშვნელოვანი მომენტებით, მაინც აქ ჩვენ ფასეულობათა კრეფსითი მომენტებია გაერთიანებული ამ დოკუმენტში და შესაძლებელია რაღაც მათი იმპლემენტირების რაღაც გარკვეული გზებზე დავიწყოთ საზოგადოებასთან საუბარი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი. მისაღებია და ერთხელ მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ აი თქვენ ბატონ თემის მომსმინეთ, აი ბატონ თემური და აი როგორი იყო ჩვენი პირველი პარლამენტი, ეს იყო ერთი ყველაზე ეროვნული და წესიერებით და პატრიოტიზმით მე ბიზნესმენი ვინ იყო, ვიზეს მაშინ ვფიქრობდით, რომ პარლამენტში აქ როგორ არისო, ისინი დღესაც არიან პარლამენტში. ყველა დიული იმუნიტეტი მაგრამ მაშინ საქმოსნები ერქვა. დღეს ბიზნესმენები არიან. კი ბატონო, აბა მივმართოთ აგერ ჩვენს მეგობრებს ბატონ პაატაშუბითიძეს. მოგესალმებით მეგობრებო, უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა ჩვენმა ერმა აი ამ ქრონოლოგიურად რო ავიღოთ ეს თებერვალი ძალიან დაკვრთულია როგორც დღევანდელი რეალობაში ესე გარკვეული დიდი განსასწრებით ასე ვთქვათ სამოქალაქო დაპირისპირები და მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, საიდანაც ჩვენი ერის სიძლიერე და უკდავება კიდევ ერთხელ მტკიცდება და ჩვენ ფუნქციონირებას ესე იქ ხას უსვამს, ეს გახლავთ დავით აღმაშენებლის ეპოქა და თვითონ დავით აღმაშენებელი. ძალიან რამდენიმე ეტაპი მინდა ამ შემთხვევაში აღნიშნო იმ თვალსაზრისით, რომ რო შექმნა ახალ გელათი დაარსა ახალ ათენა და მეორე იერუსალიმად, ხომ? აი მაგან პეტრიცი ჩამოიყვანა, იონე პეტრიცი ბაჭკოვოდან, სადაც გრიგოლ ბაკურიანს ჰქონდა ეს ასევე დაარსებული ქართულად უნდა ყოფილიყო წირვა, ტიპიკონი თვითონ იმან დაუწერა, ასე ვთქვათ, პეტრიცმა და აი სიმბოლო, რომელიც არის დღეს ევროპული განათლების სიმბოლო, გახლავთ გადაშლილი წიგნი სანთელიან მზე. ეს იყო პეტრიცის ბაჭკოვოს მონასტერში გამოსახული და იგივე სიმბოლო გადმოიტანა, ესე იგი, პეტრიცმა და გელათის შესასვლელში იყო სიმბოლო მთავარ კართან, ესე იგი, გახლავთ გადაშლილი წიგნი და სანთელი. რაც შეეხება ახლა აი თვითონ ამ ევროპულ ჩვენ ორიენტაციას, ხო, დავითმა მისცა მე დასაკვირველი საფუძველი იმას, რომ ტამპლიერებთან ჰქონდა საოცარი კავშირი გამოიყენა საგარეო მდგომარეობა, საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა და ესე იგი ტამპლიერებს დაუკავშირდა და ეხლა ჩვენ გვაქვს ხმალი ფრანგული ქვია ჩვენ ხმალს, ხო, ფრანგულს ვეძახით, არ ვიცით რატო ქვია ფრანგული და დავითმა შექმნა ტამპლიერების მსგავსი საეკლესიო სიწმინდეების დაცვის სპეციალური ლაშქარი, ასე ვთქვათ, რომელსაც ვთქვათ ფუსტები. აი ფრანგების ხმალს კი ქვია ფუსტი, წარმოიდგინეთ ეხლა ჩვენ საიდან მოდის, ხო? დავითმა მისცა რასაკვირველი საფუძველი ჩვენს აღორძინების ეპოქას და მე შოთა რუსთაველი მოგახსენებათ მსოფლიო მნიშვნელობის ესე იგი მასშტაბის არ მგონია მაგად დიდი მასშტაბის როგორც ქართველი ისე არ ვამბობ იმ სიბნითა და იმ სულიერებით რაც ჩადებულია ვეფხისტყაოსანში მთელი სამყაროს იმპულსები ასე ვთქვათ სულიერი მოდელები ხო ვაჟკაცობის რაინდობის მოქალაქეობის და ასე შემდეგ ამაზე გაიზარდა მე ვაჟაბშაველა ილია ჭავჭავაძე გალაქტიონი ტატო ბარათაშვილი თუ რაც კი ბაირონის კი ამბობ, ბაირონი ასეთ რაღაცას ამბობს, რომ მინდა ვეზუიო სილამაზე მშობლიურ მხარეს, სად კავკასიონს მთით შემოსილს ამაყი მყინვარი, ისა პირქუში მყინვარი ამაყად ადგას. რატო? იმიტომ რომ ეს იმპულსები დაუთმა ჩაუყარა საფუძველი და მერე მოყვა იმას დანტე ალიგიერი ღვთაებრივი კომედია, მერე დაიწყო ევროპის აღორძინება. ესე იგი საუნივერსიტეტო განათლების იმპულსები ჩვენ მივეცით ევროპას. აღორძინების ეპოქის იმპულსებში, აღორძინების იმპულსები ჩვენ მივეცით ეპოქას და კიდე რამდენიმე მივეცით. ამიტომ ამბობს
ჰეგელი რო ყოველგვარი პროგრესი კავკასიიდან მოდის და მხოლოდ აქ ახსენებს სული თავის აბსოლუტურ სრულყოფილებას. ამიტომ ჩვენ დიდი მოვალეობა გვაკისრია და მნიშვნელოვანი ისე რომ დავითმა ესე იგი დაირქვა არა კუროპალატი, არა რაიმე ტიტული, დაირქვა მესიის მახვილი. მესიის მახვილი, მესია იგივე ქრისტიანობა უდიდესი კულტურა, უდიდესი სიბრძნე, უდიდესი მისი დამცველი რა. გამიგე და ამიტომ ეს საოცარი ტანდემი, ესე იგი დავით აღმაშენებელი და მეუფე გიორგი, ხო, ონდიდელი, ეს საოცარი სიმბიოზი. ამიტომ დავითი თავის გალობან სინამდვილეს წესებს, რომელიც არის წინაშე ქედმოდრეკილას ყოველი და მუხლი ყოველი მოტკების მეცა სიტყვა აღსარებელსა მომხედა. პირდაპირ მიმართავს უფალს და ასეთი თავდაბლობა რომ კერძზე დამადგით ფეხი ყოველმანო, ხო? ესე იგი, რამდენი მაგალითია, ამდენი ჩვენი პოლიტიკოსებისთვის აღარ იციან ზემოდან როგორ ვიყურონ, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ასეთი კულტურის, ასეთი ისტორიული წარსულის მემკვიდრეები ვართ ეხლა. ისტორია გვასწავლის იმას, რომ ზოგიერთი ამბობს, რომ არაფერს არ გვასწავლის, ამიტომ ისტორია გასწავლის ყველაფერს, თუ გონიერი კაცი ხარ. ადრე ეხლა მე და ბატონი გვანჯი თქვენზე უფროსები ვართ ასაკეთოდა და იყო ასეთი ატესტატი, მოისმინა, მაგრამ ვერ შეისმინა. კაცმა დაამთავრა სკოლა, მოისმინა, მაგრამ ვერ შეისმინა. ჩვენ ხა ეს ისტორია, იმიტომ გეუბნება ილია, რომ ელის გათახსირება მაშინ იწყება, როცა ის თავის ისტორიას ივიწყებს. ანუ ისტორია არის ჩვენი შესაძლებლობების მაჩვენებელი. რა შეუძლია გააკეთოთ ჩვენებმა და რანი ვართ, რანი ვიყავით და რანი უნდა ვიყვნეთ, ამის მასწავლებელიც არის. ეს ხლა გიგან მაისაშვილის გარდაცვალების დღეა. ასეთი პოტენციალის ადამიანს რო ქვეყანა ვერ გამოიყენოს, გახსოვთ ბატონი ზვიადი როგორ ამბობდა, მე მართალი არ ყოფილვართ პარლამენტარი, მაგრამ თვითონ მე და გიასპენ რეკომენდაცია 10 ადამიანი შევიყვანეთ იმ სიაში. ჩვენ ფიქრობდით, რომ გვალიმაგიდან მიიღებდა 30%-ს, 26%-ს. კონსტიტუციური უმრავლესობა. მე ხა ნორვეგიაში მიწევდა წასვლა რაღაც ისეთ საქმეებზე და მე ეკოლოგიურ კომისიაში ბატონ ზვიად ძალიან მენდობოდა, რატომ გადავუხვი ახლა ამ ამბავს. იმიტომ რომ ეს მემკვიდრეობა და ეს ნიჭიერება იქ არ უნდა კონდეს პარტიკულაციური ნიშნები, ახლა ხელისუფლებაში ისეთ ხალხს ასაქმებენ, ისეთ ხალხს ანდობენ, ისეთ საქმეს ახლა დღეს მაგალითად უამრავი ესე იგი თანამშრომელი, რომელიც ევროპული განათლება მიიღო და დაიხარჯა იმაზე უამრავი ფული, სამხედრო სისტემიდან უშვებენ ესე იგი შეგულებაში, იმიტომ რაღაცას მოაწერეს ხელი, ხო და ასეთი დაპირისპირება, რომელიც ერს აი თელი ჩვენი ისტორიის მანძილზე კიდე ამას უნდა ხაზი გავუსვათ, თუ ჩვენ სადმე მარცხდებოდით ჩვენი დაპირისპირების და გახლეჩვის გამო. მტერი მხოლოდ ამას ცდილობდა. ეხლა თოვლიანობა, გაჭირვება გურიაში, მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ და თურქები შემოგვესწრნენ დავითმა, ესე იგი ერთ ღამეში როგორ შეძლოთ ნიჩბებითა და ესე იგი ამ თელი შეიარაღებით თავს დაეცხა, ღამე დაეცხა, ესე დილას დაეცხა თავს თურქელებს და ასე შემდეგ რა. არ უნდა გეძინოთ, ერის მსახური ხარ, ხო, ხელისუფლებაში რო ხარ. ეს არნიშნავს ხელისუფლების ტკბობასა და ესე იგი მსახური ხარ მართლა და დავითმა ამის მაგალითები მოგცა. ამიტომ ისტორია გვასწავლის და უნდა ვისწავლოთ ამ ისტორიის საფუძველზე. რაც შეეხება ახლა დღევანდელ დაპირისპირებას, ეს მინდა ვთქვა, უცბად ხაზი გავუსვა და ქვეყანას აი ის ახალი იერუსალიმი და მეორე ათინად. იერუსალიმი ნიშნავს წვენის სიმტკიცეს და ათინა ნიშნავს სიბრძნის სიმტკიცეს. ქვეყანას უნდა მართავდეს ბრძენი ხალხი. აი მეცნიერთა კონგრესიო აგერ დააფუძნეს ხო და უძღვება ეს დიდებული ადამიანები ამას ვიკიჟინებენ სულ რომ გონიერი აზრის გარეშე, რაციოს გარეშე, ხო, როგორ შეიძლება წარმატებული იყოს ადამიანი, ქვეყანა, ოჯახი, თუ არ დაგეგმე, თუ არ შეასრულე ის შესაძლებლობები, რაც გაგაჩნია და ის პოტენციალი, რაც შენ გაგაჩნია, ის რესურსი, თუ არ გამოიყენე სრულად, ხო? ეხლა ვიყოთ გარე ქვეყნების იმ უნდა გამოიყენო რასაკვირველია გარე ქვეყანებში შექმნილ და გაითვალისწინო. დავით მართლა ვერ დაესმოდა თავს მონგოლი, იმიტომ დავით ესე სადაზერვო ის ქონდა სისტემა ჩუჩხების რომ ესე იგი ცოლ-ქმარი რას ლაპარაკობდა, მართლა ის იცოდა და ეხლა რატომ? იმიტომ კი არა რომ ინტრიგანი იყო და ვიღაცის დაჟამული ქვეყნის ძლიერება სჭირდებოდა ეს. ჩვენ ყოველდღე ინფორმაციის მოპოვების სისტემა იყო. ვინც დღესაც ეგრეა, ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ფლობს სოფლიოს. თავარი ინფორმაციო ბანკი. ხო. და იმდენი რამე უნდა ვისწავლოთ, მივესალმები ახლა კონგრესსაც, მივესალმები მეცნიერთა კონგრესს, იმიტომ რომ სიბრძნის ხალხი აქ. ეს არის პასუხისგებლობა. მე რომ რაღაც რეკომენდაციას გაძლევ, პასუხისგებელი ვარ, რომ ისტორია აზრი იქნება გაიმარჯვოს ის აზრი და უნდა უერთგულო იმას. როგორ შეიძლება განვითარების ხაზი, როგორ შეიძლება არ გაჩნდეს სულიერების დაცვის მიმართულებით, სამხედრო პოტენციალის გადის მიმართულებით. რო ეძახი ახლა ევროპაზე ამოხრუჭებდა 4 წელი უარს ამბობ, ესე იგი ვის ამაღარად გარჩები, ის საუკეთესო ხალხს რო შენ უშვებ, ვინც იმაზე დაიხარჯა მილიონები იმის განათლებაზე, ხო?
ბევრი რამე არ მომწონს, ამიტომ მე ვდგევარ ხოლმე ხალხის წიაღში, ვისმენ და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ჩემზე გაცილებით პარმენ მარგვერაშვილის მეუყვანე 6 ახალგაზრდა იქიდან, რა ქვია. აი ავარჩი 11-12 კლასელი ბავშვები პირველ კურსელები და პარმენმა გაესაუბრა, ამათ მე რა უნდა ვასწავლო, პარმენმა მითხრა. პარმენი მარტო ფიზიკოსი არ არის, პარმენი არის ვეფხისტყაოსი მწყილვალე მცოდნე. ხო, და უაღრესად მე რა უნდა ვასწავლო ამათ, ამიტგან თუ ჩვენ ვისწავლით, და მართლაც ამ ინფორმაციის საუკუნეში არ შეიძლება ახალგაზრდებს ეგ აქვს, რომ აქვთ დიდი ენერგია და აქვთ აკლიათ გამოცდილება, ხო? აი ეს გამოცდილება უნდა შევარწყათ და ავაშენოთ ესეთი ქვეყანა, როგორც დავითს უნდოდა, რათა დავითმა ჩაუყარა საფუძველი. დავამთავრე ამით ახლა ამჯერად და აი მოგისმენთ მაგალითად. დიდი მადლობა. ბატონ გიორგის თხოვთ თავდგერიძეს, როგორც სამხედრო ექსპერტს, ძალიან საინტერესო პიროვნებას და ძალიან კარგი გამოცდილებით და ძალიან მადლობა გიორგი. ბატონო, პირველ რიგში რა თქმა უნდა, მიზანები ჩვენ მაყურებელს და მინდა გამოვხატო იმას პატივცემა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რაშიელაჩი იყვნენ და პატივმიანებს ჩვენ მეფეს და თვითონ ეს მოგიზიება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ სხვადასხვა მოსაზრებების სხვადასხვა ადამიანებს შეუძლიათ იგებს მაგრამ ყოველგვარი აღებების გარეშე ისაუბრონ ბევრ პრობლემაზე და ეს იყოს აკადემიური მსჯელობა, ეს არ იყოს რაღაც უცხოეთამდე დავიდოთ გადასული ურთიერთობას და არაფრის წესები არ არსებობს და რაც ყოფას ვდივართ, რაც არის დღეს თავი პრობლემაა იმისა, რომ ჩვენ არაფერი მოსაგებული არ გვაქვს. ის შეგეძლო ურთიერთობა მოვაწესრიგოთ, პოლიტიკური ვერი მოვაწესრიგოთ, ეკონომიკა მოვაწესრიგოთ, გინდათ ის ნეოლოგიური საკითხები, გინდათ რეგულირებითი სტანდარტების როგორ უნდა მივაწოდოთ, ხო? ანუ ეს ყველაფერი გვაქვს მოსაწესრიგებელი. და ჩვენ ახლა იმ დღეს ერთად საკმაოდ დიდი ხანი გავატარეთ და ბევრ თემაზე გადავისა პატიმრებად ჩვენ აღდგენილებს და მის ხსოვნას გარდა ამისა იყო ბევრი საუბარი ძალიან საინტერესო თემებზე და უგმეს მაგალითად თქვენ ამის ორგანიზატორი იყავით და მოახერხეთ ამ ადამიანების ესე ერთად შეკრა და ამ ჩვენიერი ასე თანამოაზრეობის წარმართება დისკუსიის წარმართება. ეხლა რა შეიძლება დღევანდელ დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სპეციფიკიდან, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკული შედეგები დაიდოს ძალიან სწრაფად. ანუ ერთია, როცა მე მაქვს კარგი აზრი, როცა მე ვიცი რაღაც, თუნდაც ისტორია თუ რაღაც თანამედროვე სისტემა და მეორეა ეს ვაქციო საქმე. ხო, დავით აღმაშენებელი, არის მეტი პრაქტიკოსი, ხო? მას ჩანაფიქრი ჰქონდა ჯერჯი როცა უყურებდა ვაანაძეს, მას ძალიან კაფეში ჰქონდა ხოლმე მიზანი განსაზღვრული და მისგან მიმავალი ოპტიმალური გზის შერჩევა შეეძლო. და აქედან გამომდინარე მისი წარმატება, მისი სიცოცხლის პერიოდში მისი ჩანაფიქრი იქცა რეალობად და გადაწყვეტილებიდან და ამ ჩანაფიქრის გააზრებიდან პრაქტიკული შედეგების დაადგომამდე იყო საკმაოდ მოკლე დრო. არ დაუხარჯია თავის დრო არც გიორგი მეფის კრიტიკაში, არც ის უსამი საკრიტიკო იყო რაც აღმოჩნდა, ის მიდიოდა და როგორც ალექსანდრე მაკედონელი გორდიას კვანს ჭრიდა. თუმცა აქაც იზნო ამ გორდიას კვანს გააკეთა ცოტა ძალიან ქრისტიან ჩამბა, აი დავით აღმაშენებელი სამგორდის თუმცა აიხსნება უნდა გაჩეხოვა. ხო, კი, ხო, ანუ ფაქტობრივად დავით აღმაშენებელიც ამას აკეთებდა, მაგრამ როცა ამას აკეთებდა, ხო, ჩანდა რომ სანამ გორდიას კვანს გაჭრიდა, თუნდაც რუსეთის გრებას მოიწვევდა და იქ სიტუაციას მოვიდა, მას ნაფიქრი გააზრებული ჰქონდა. ოღონდ ეს ნაფიქრობა და გააზრებულობა თითქმის არ იძლებოდა, ორჭოფობა არ ახასიათებდა. ის კაფეში იყო თავის თავში დარწმუნებული, ჩამოყალიბებული, როცა ეს ნაბიჯი უნდა გადაეცა. ხო, ის პირველი მეტიდან მეგობისა ჯარის მიერ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. მას ახალი სამხედრო სისტემა არ შეუძლია უბრალოდ. არაფერი არ მოუფიქრებია, არაფერი არ დაუდოვებია, აი მე ახალი ისა რა ქვია, სამხედრო იბლეთი ან ტაქტიკური იბლეთი. მან ის რაც იყო გიორგი მეორის დროს, იგივე გამოიყენა, უბრალოდ სისტემაში მოიყვანა და რაც უცხო იყო ამ რაც ხელს უშლიდა ამ სისტემის მუშაობაში, იქ ჩამოაშორა.
ჩვენ კონკრეტულად ნამდვილად არ ვიცი და ვერ შევალ კანონში მას შეიძლება 10,000 კაცის გამოყვანა თუ 50,000 კაცის გამოყვანა, მაგრამ თვითონ ძლევა საკუთრივ თვითონ დიდგვარი ბრძოლა ეს არ იყო ერთი ბრძოლა, ხო? ეს იყო დიდი ომის დამაგრებინებელი ფაზა, როცა შედეგები, რომელიც მან მიიღო, მისი კონცენტრირება მოხდა ერთ გენერალურ ბრძოლაში და იმ ერთ გენერალურ ბრძოლით დაასრულა ასე ვთქვათ, იმ რეგიონში სტრატეგიული უპირატესობის მოპოვება. თუმცა მანამდე მან ბევრი მცირე ომი აწარმოა მისთვის, რომ აეძულებინა სელჩუკები ბრძოლა გაემართათ მისთვის ზუსტად იმ ადგილას, სადაც მას სურდა, სადაც ჩაფიქრებული იყო და სადაც ხელსაყრელი შედეგი გარდაუძლებელი რაღაც წლობით ომში, რომელიც ხდებოდა შევარდნა გამოვარდნა, სადაც საერთოდ ომი არის ძალიან ძიმე ღონისძიება, მოგების შემთხვევაშიც კი ბევრი ერი რაც მნიშვნელოვანი ომის შემდგომ ვეღარ ვითარდებოდა ესია. ეხლა კი რომაელებს ჰქონდათ ომი, მომდები კომერციული საქმიანობა იყო, მაგრამ ისიც ძალიან განსაკუთრებული მიჭრებული სისტემა ჩამოაყალიბეს, გლობალური სივრცე შექმნეს და გარკვეული პერიოდი ბრძოლები და ომები იყო კომერციულად მომგებიანი. თუმცა მე რომელიც ამან მისხვერპლა, ხო, თუნდაც ისი გაგრძელება ბიზანტია, რომ რაღაც მომენტში სამხედრო მანქანა ჰქონდა უზარმაზარად ძვირი და ომი აღარ იყო მომგებიანი და მე თვითონ ეს სახელმწიფოები დაიდანა ამ სამხედრო საქმის სიძინვე. განსხვავებით ქართული სამხედრო სისტემისა. ანუ აქ ის თქვა მინდა უარხებ სამხედრო თემაზე არ მინდა ბევრი ლაპარაკო, რომ სისტემური მიდგომა ჩვენ ისტორიაში არის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც უნდა გადმოვიღოთ და დღეს ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ მოვაწესრიგოთ და სისტემაში მოვაქციოთ ყველაფერი. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ დემოკრატია, მაშინ ჩვენ უნდა გვქონდეს აბსოლუტური დემოკრატია, ხო? ანუ ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ეს სისტემა გვაქვს მართლობის ახლა, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სისტემა უნდა შემოვიდეთ. ან რაღაც ახალი, თუ უკეთესი არის, თქვა, აბსოლუტური მონარქია, დიქტატურა, ან თავის სისტემა უკეთესი, მაშინ ის სისტემა დავამკვიდროთ. ამაზე ვიგამართოთ, რომ ეს სისტემა, თუ გადავწყვიტოთ, ის სისტემა ბოლომდე ესეთი უნდა იყოს. და არ უნდა ახასიათებდეს რაღაც სუბიექტური ნაირსახეობა, დღეს ესე იქნება, ხვალ ესე იქნება, ზეგი ესე იქნება. ან კი ან არა. ეს არის სისტემური მიდგომა. რაც დავარია, მე ძალიან მომწონს თქვენი მიდგომები და დამოკიდებულებები. ოღონდ კიდევ ერთხელ ჩემი ჯგუფი დღეში 10-15 ახალგაზრდას ხდება, ჩვენ მინდა განკვეთულად პოლიტიკურად აქტიურები ვართ, ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია. პოლიტიკურად აქტიურები ვართ, მინდა რომ ჩვენ ხვდებით, რომ თუ მინდა რაც ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს ამის რეალიზება მოვახდინოთ, თუ პოლიტიკურ ძალაუფლება არ მოიპოვება კავშირში ამ ძალაუფლების მკვლელ ადამიანებთან, განხორციელება არის ძალიან ძნელი. ამიტომ ჩვენ გარკვეულწილად გარკვეული მოსაზრებები გვაქვს და ამ მოსაზრებების რეალიზებისთვის ახალგაზრდებსაც ხვდებით. მათ ძალიან იჭირი ახალგაზრდები არიან. ეს არის თაობა თან ეხლა მეტამოდერნიზმის ეპოქა დგება, როცა უკან ბრუნდება ირაციონალიზმის მიმართ დამოკიდებულება. ანუ ამით ის თქმა, რომ ამ ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი კვლავ მოუგუნდება რელიგიაზე მართლმადიდებლობას, დაინტერესდება და თუ იქ დახტებათ ჯანსაღი მოძღვრები, ისინი ამ რელიგიას მიიღებენ. თუ არა არ მიიღებენ, ეს არის მარტივი. ჩვენ გვერდზე უნდა გავდივართ, უნდა ვიდახოთ, ეს რაცული თემა, რაც ცუდია, იქ დამნაშავეა ის, ვინც მას განზრებული სისტემა ვერ დაახერხებს, რაც მას შეუძლია თუ თვლით, რომ ეს მან ნამდვილად სიკეთეა, თუ ღვთიურია, ხო, შეუძლებელია, რომ ის არ აითვისოს, ხო? და ჩვენ თუ გვინდა რომ უბრალოდ დავატყვეთ, იმიტომ რომ აი მარტო ცუდი ვეძებოდა, ვიძახოთ, რომ აი ეს რა საშინელება, არაფერს არ მოხდება. ჩვენ თუ გვინდა, გარდან კერდოდი, შიგნით უნდა ვიყოთ და შიგნით უნდა დავასწოროთ, შიგნით უნდა დავალაგოთ და მოვაწესრიგოთ. როცა მოწესრიგებული იქნება, იქ რა თქმა უნდა, კაცობრიობა ესეა, ცუდიც იქნება და უზადოდ და უაზროდ კარგიც იქნება. მაგრამ შუალედიც ხო არსებობს ამ უაზროდ კარგ შორის. ეს შუალედიც უნდა გქონდეს საშუალება, რომ ყოველგვარი გაჩენო ნაკლები გამოცდის და ნაკლები პრობლემის გარეშე მოახდინოს თავის რეალიზება და თავის თავთან დარჩენა იმისთვის, რომ იყოს მეუღლე კარგი ადამიანი. და ეხლა რაც მინდა თავი ვქვა. თქვენ გაძგავთ ეს დაგროვილი არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ პროდუქციასაც თქვენ თქვით, ეს უნდა იყოს გაიტესტოს ახალგაზრდათა ურთიერთობაშიც.
უნდა შეხვდეთ ამაში შეიძლება პირველ თავზე ეს არ იყოს ასე თქვენუები მაგრამ თუ ეს არ გაიწესდა თქვენსა და მათ შორის ენერგია იქნება მესამე შუამავალი ხო იქ აუცილებლად დამახინჯებული ტელეფონის მოდელი იქნება ეფექტი იქნება როცა დამახინჯებულად წავა იმიტომ მე კიდევ სიამოვნებით შემოვალ და რა ფორმებში სხვა ფორმებში რა დისკუსიაში, კამათებში, პრაქტიკულ დონეზე იქნებით ოპონენტები, მაგრამ ისეთი ოპონენტები, რომელიც აღიარებდა, ვახასებ თქვენსოდას და ამაზე ესეთი დამოკიდებულება ფუნდამენტალურ ფასეულებებს რაც აქ არის მოცემული. უნდა გავაცოს ხო გესოდნები, ეს თქო არ შეიძლება თვითკობის საშუალება ის ხო საქმეა, ზონა ჩაკეტილი იყოს, ხო? ეს უნდა იყოს ცოცხალი პროდუქტი, თორე დავით აღმოჩენილობა ისეთი სქემები დავიტოვა, ეხლა უბრალოდ ერთი გადაცემა არ გვეყოფა პრაქტიკული სქემები, რომელიც მათ ცხოვრებაში გამოცდა და გვაჩვენა, რომ აი ეს დავიწყე, ეს მივიღე, იმიტომ მე ვიყავი, მე ჩავიფიქრე და ესე გავაკეთე. და ისე როგორც ილია ჭავჭავაძე, ეხლა ჩვენ ვაქციეთ რაღაც რუსები როგორც იდოლად, ხო? ანუ რაღაცა კერპად. ხო, კერპად, დიდ ადამიანად თითქოს და თითქოს ეს პრაქტიკული ადამიანია, ხო, რომელმაც პრაქტიკაში განახორციელა ბევრი ისეთი თემა, რომელიც რა ჩვენ მოვუკარეთ რაღაცა ფანტაზია გეგონა ისეთი რამე თემად ვაქციეთ და არ ვეხები რაღაცა მერდიდან უყურეთ. კი, კარგია, ხო, ახლა ეხლა დაფასება როგორ არის ეს კარგია დაფასება, მაგრამ მარტო დაფასება არა საკმაოდ. თუ ეს პრაქტიკული ადამიანებია, მექანიკაში გარკვევაა საჭირო. უნდა გავერკვეთ და მე პრაქტიკაში უნდა დავამზადო. თორემ იგივე ხო იგივე ვეფხისტყაოსანი ხო ვეფხისტყაოსანი ჩვენთვის მარტო არ იყო პოემა ხო ვეფხისტყაოსანი იყო ქართული კონსტიტუცია ცხოვრების წესი იყო კი ცხოვრების წესად იყო ხო და ეგ არის მისი სიდიადი და არა ის რომ ლამაზი რიტმი აქვს და შინაარსი კარგი რა თქმა უნდა ეგეც ავიღე არა ვიქმ ცოტნა რას მარგებს აი ეგ იყო ვეფხისტყაოსანი ანუ ეს მხოლოდ ეს ძალიან კარგი იყო ძალიან ისე უბრალოდ მე ამ სამხედრო იმას რო შეეხეთ რომ შინაარსი შეგაწყვეტილეთ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ჩვენ როცა რაღაცას საუბრობთ, აი დღეს საქართველოში ახლა ქართულ ჯარში მსახურებას არავით არ მნიშვნელობა არ აქვს. მაშინ როდესაც რომში კონსული ვერ გახდებოდი, თუ არ იყავი დანაჭრელი და თანაც პირველ რიგებში თუ არ idi. ამერიკაში წარმოიდგენიათ, რომ იქ უნდა დაჭრილიყავი და თუ ორჯერ არ იყავი დანაჭრელი და თანაც პირველ რიგებში კონსული ვერ გახდებოდი. ჩვენთან აბსოლუტურად არავით არ მნიშვნელობა მას არ აქვს. პატარა კანონია თავარია ფული კონდეს. მისაღები არის კანონი იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო და საერთოდ პერსპექტივა ქვეყანაში არ აქვს იმას, ვინც ქართულ ჯარში არ ოჯახის წევრებიც უნდა მსახურობდნენ ჯარში. აი რაც ისაუბრა ძალიან ის არის ჩვენი მეორე ნაწილს რო და ბატონო ვახშისაგერ თხოვთ ეს ნაწილი დააგვირგვინოს და მე გვექნება 3-4 წუთი ყველას კიდე რაღაც იმაში მოგდევს. ძალიან ბატონო ვახში მადლობა. ყოველ ჯერზე რა თქმა უნდა უამრავი პრობლემიდან იმის არჩევა მიჭირს, რომელზე უნდა გავამახვილო ყურადღება. პრიორიტეტი. მაგრამ როგორც აი მართვაში არის მიღებული, თავარი არის ამოცანა სწორად დაისვას. თუ ამოცანა სწორად დაისვა, ეს ჩათვალეთ, რომ 60% ეს პრობლემა გადაჭრილია. აი ჩვენ სწორად ვსვამთ თუ არ ვსვამთ საკითხს. რა გვიშლის ხელს? ჯერ ერთი რა გვინდა? ჩვენ გვინდა სამართლიანი სახელმწიფო, სადაც ყველა სფეროში იქნება დაცული როგორც ადამიანის, ასევე ორგანიზაციის, ასევე სახელმწიფოს ინტერესები. სამართლიანობაში ჩვენ რას გულისხმობთ? ჯერ ერთი უნდა ვიცოდეთ, რომ მთელი მსოფლიოს ისტორია ეს არის ბრძოლა სამართლიანობის დროშით. ვიღაცა ვიღაცას მოკრიბავს და აი ეს არის უსამართლო, ამიტომ ის უნდა დავამარცხოთ, დაამარცხებენ და მერე თვითონ ხდება პირველი უსამართლობის წყარო. აი ზუსტად იგივე ხდება ჩვენთან. ჩვენ თავისუფლება გვინდა მოვიყვანეთ ბატონი ზვიად გამსახურდია, ვერავიტანეთ ერთი წელიც, ჩამოვაგდეთ ბანდიტები დავსვით სათავეში, თავისით მოვიდნენ და ისე წავიდნენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნიდან სინანულიც კი არ გამოუთქვამთ. უმრავლესობას. სინანული თამე ის რა ქვია თენგიზ კიტოვანი და ესენი ისე წავიდა რომ საერთოდ დანაშაულის გზნობა არ ქონდა კაც არ ქონდა
სწორედ მოვიქეციო ბოლო მომენტამდე იქ. ხო, აბა თასიგუა განათლებული კაცი. ის გავაკეთებო, ერთხელ არ ვთქვია, რატო გააკეთებ და რატო გააკეთა ის რაც გააკეთა. არა გიღირდაო ამათ ასეთი შეკითხვა იყო. ხმამაკი თორე მე ახალ გამიწყდება აზრი და სხვაზე გადავალ. სხვაზე გადავალ და უფრო მეტ დროს დავხარჯავ. ესე იგი ახლა ერთი პროფესორი მიყავს მეგობარი და Facebook-ში ხშირად ვკამათობთ ხოლმე და ესე იგი მომშალა ნერვებზე. თქვენო სწორად ვსჯელობთო, მაგრამ აშკარად უჭერს ხარს. ყველაფერში უჭერს ხარს ამ ხელისუფლებას და მე მეუბნება თქვენ მართლა მიხართ, კი ბატონო, მაგრამ მოდით გაიმარჯვეთ, მოდით ხელისუფლებაში და მე ესე იგი ილაპარაკეთ. როგორ მოვიდეთ ხელისუფლებაში, როცა შენი დონის ადამიანი იმას ვერ ხვდება, რომ იმას, რასაც ახლა ეს ხელისუფლება აკეთებს, ეს არის საზიზღრობა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. აი აქედან გამომდინარე პირველი ჩვენი ეტყობა ამოცანა, რომ პირველ რიგში ცოტა ეს განათლებული ხალხი მოიყვანოთ, უნდა ჭკუაზე კაც უნდა აუხსნათ, რომ ეს არ შეიძლება. არ შეიძლება ის რომ შენ დღეს უზრუნველყოფილი ხარ, იმიტომ რომ მის კამანდაში ხარ და იქ რაღაც ორ კაპიკს ღებულობ და ამიტომ თვალს ხუჭავ ყველა უმსგავსოებაზე. აი ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული. ჩვენ ეს დოკუმენტები, რომელიც დავწერეთ მეცნიერებმა, ყველა დავწერეთ აი იმ თავარი მიზნის მისაღწევად, სამართლიანობის დასამყარებლად და სამართლიანი ქვეყნის შესაქმნელად. რატო გვიწერია ჩვენი პირველ სამეულში კორუფცია და ნეპოტიზმი? რა არის კორუფცია და ნეპოტიზმი? აი ის არის რაზედაც არის აწყობილი დღეს და ეს 30 წელი ეს ქვეყანა. ჯერ იყო და შევარდნაძე, ყველა ვიცით რომ კორუფციონერი იყო. და ვიცით ამ კორუფციით მოსკოვში მიდიოდა, ქთამები მიქონდა, რაღაცები მიქონდა და ამით რაღაცას აკეთებდა, ვიღაცა ამას ამართლებდა. ყველა ვიცით რომ ჟავანაძეც რო ყავდა იქიდან მთელი ეს უმაღლეს სისტემა გარყნა და გაათახსირა, ესე იგი ცეკაში ისძენ და წერდნენ ვინ უნდა მიიღოთ სამედიცინო ინსტიტუტში კიდე თუ სხვა ასე ვთქვათ იურიდიულზე და ასე შემდეგ. ეს გრძელდება გაცილებით დიდი მასშტაბებით და გაცილებით უფრო თავხედურად. ამიტომ დავწერეთ ჩვენ ეს გამოცხადეთ სამშობლოს ღალატად. და როდესაც ეს 12 პუნქტიანი ჩვენი დოკუმენტი გაუგზავნეთ ყველა პოლიტიკურ მოღვაწეებს, მე ერთი მეგობარი მეუბნება რომ ბატონო ახში მაქსიმუმ 3 პუნქტს თუ დაუჭერენ მხარს. არავის არ აწყობს, ესე იგი 8-10 პუნქტი აქედან მიუღებელია. ამათვის მიუღებელია. აი ამისთვის არის საჭირო ეს ტელევიზია და ესე იგი მისადგომების მოპოვება ამ ადამიანებთან, რომ ხალხო ჩვენ ამას ვაკეთებთ, რომ ნორმალური ქვეყანა გქონდეს და ამათ არც ერთს ეს არ აინტერესებს. ამიტომ ბლოკავენ, ამიტომ თეთრები გამოაგდეს არჩევნებიდან, ამიტომ ქალბატონმა ბერძენიშვილმა, რომელმაც დიდი გამოიწვიათ, ესე იგი ჩემ შორის, ჩემთვის მაგალითად ძალიან მე სიმპათიურა, როცა ჩვენ გველაპარაკებოდა და პირდაპირ აღნიშნა ეს ჩვენი ღირსებები, მაგრამ ეტყობა მე ვერ გაიტანა და ერთი 10 წუთიანი ისა კვირაში ერთხელ მაინც საათს ამბობდა ბატონი თემური 10 წუთი მაინც მოგვეცით პუნქტად ესენი გავაგებინოთ ხალხს ვერ გააკეთა რა თქმა უნდა არავის ეს არ აწყობს რომ ხალხმა იცოდეს რომელია კარგი და რომელია ცუდი აგერ ჩინეთის მაგალითი მინდა მოვიყვანო ჩინელებმა დახვრეტა არ გააუქმეს დღესაც მოქმედებს და მე ეს არ ვიცოდი რომ დახვრეტა არის მხოლოდ და მხოლოდ ერთ დანაშაულზე დიდ კორუფციაზე ესე იგი თუ ვიღაცა მოკლა ეს მაგელი თვითონ ამბობენ რომ მკვლელი კლავს ადამიანს და ის შეიძლება გამოსწორდეს კორუფციონერი კლავს ქვეყანას
ამიტომ ეს უპატიებელია და იმას ხრიტავენ და ანდა ჩამოკიდებენ თოკით. ჩვენ კანონში ვერ შეგვაქვს პუნქტი რომ კორუფცია იყოს საშინელი მოვლენა. აი ამაშია საქმე. სამშობლოს ღალატი და არა ის რომ ახალგაზრდები დანაშაულთა სახელთაგან ყველაზე მეტ ანგარებითი ყველაზე საზის. გამომდინარე აქედან ჩვენ აბსოლუტურად ამორალურ ჭაობში ჩავარდით. მთელი ქვეყანა. აი მე მინდა ვკითხო ბატონ შალვას პარლამენტის თავმჯდომარეს, როდესაც შენ ხელს აწერდი კანონს, რომლის თანახმადაც შენი ხელფასი უნდა ყოფილიყო 14700 ლარი, ასევე პრეზიდენტის და ასევე პრემიერ-მინისტრის და ამ დროს იცი რომ საარსებო მინიმუმი შენ უკვე მოწერილი გაქვს ხელი და ის წელს მივიდა როგორც იქნა 260-მდე 245 იყო და რაღაცა ახლა 60-მდე მივიდა. აი ეს 14700 რო გავყოლთ აი ამ 260-ზე გამოგვივა 53 მთელი და რაღაცა 53-ჯერ მეტ ხელფას შენ თავს უწევ და რისთვის რასაკეთებ იმისათვის რომ მთელი კანონები და ყველაფერი მოარგო ერთ კაცს ბელადს რომელმაც მთელი ქვეყანა ამოიდო ლაჯებში და ამას აკეთებს ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარე ქვია და ამის გარდა იქ 20 გექტარი სადღაც მიისაკუთრე იქ კიდე ვენახი რაღაცა იქ კიდე და გახსოვთ ბათუმში ჟურნალისტებმა რა უქნეს და ამიტომაც ეს ბათუმელი ჟურნალისტი რომელიც მაშინ ამ კითხვებს უსვამდა აი ხელის მოთათუნებისათვის სისხლის სამართლის კოდექსის ექსტრალიან მუხსად მიუხედა 6 ტრილიონი. ესე იგი კიდევ გეუბნებით რომ სასწაულად არასამართლიან სასწაულად არამორალურ ესე იგი დაქცეულ ქვეყანაში ვართ და აი ამ ხალხს როგორ გინდა შენ აუხსნა რომ ეს ხალხი კრიმინალები არიან მთელი ეს ხელისუფლება არის კრიმინალები ესენი არის დასასჯელი ამდენად ბატონო ამიტომ გვინდა ჩვენ ეს კანონი როგორმე მიუტანოთ ამ ხალხს რომ უბრალო გლეხმა მუშამ მასწავლებელმა ექიმმა გაიგოს რომ ეს არის ხსნა ქვეყნის აი ეს დოქტრინა არის ის დროშა რომლითაც ჩვენ შეგვიძლია თუ მას ავიღებთ და მის ქვეშ დავდგებით შეგვიძლია გავიმარჯვოთ და შევცვალოთ ქვეყანა ვის უხარია ამ აქციებზე 100 დღე უკვე შესრულდა 100 დღე არის ჩემი შვილები რეკორდი დაემ ხო უკვე შესაძლებელია ახლა რა ხდება აი ეს ტელევიზიები რომელიც ჩვენ არ გვიშვებენ რომ აი ეს დოქტრინა და ეს ჩვენი პროგრამები ვაჩვენოთ ესენი ყოველდღე გამოდიან აი მე ისე ახლა მათემატიკასთან ცოტა ისე კარგად ვარ მგონია და იქ ჩემის აზრით ბატონბატა თქვენ იქ დადიხართ იქ 80% არის ნეიტრალური საზოგადოება გულანთებული ხალხი რომელსაც უყვარს ქვეყანა და უნდა რაღაცა შეცვალოს აი ეს 20% არის შეგზავნილი ხელისუფლების მიერ და დანარჩენი ეს პარტიები რომელიც ოპოზიციას ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები აი ესენები არიან ეს ტელევიზიები ოპოზიციის ტელევიზიები უჩვენებენ აი ამ მომიტინგებს უჩვენებენ აი ამ პროტესტის მწარმოებელ ხალხს და თავისთან მოიწევენ ნუ დაახლოებით 10-დან 1-ს მოიწევენ ვინმეს და 9 არის აი იმ პარტიის წარმომადგენლები რომლებიც იქ 10-15%-ს წარმოადგენენ და იქმნება სიტუაცია რომ ეს პროტესტი აი ამ ოპოზიციონერების დაგეგმება ისე იგი ისევ აქაც გვატყუებენ საქმე იმაშია რომ ეს ოპოზიცია და ეს ხელისუფლება აბსოლუტურად ერთი ცომისაგან მოზელილი არიან ერთი ცომი აი ეს არის მოსაშორებელი და ამის ერთადერთი გზა კიდევ ამბობ პროგრამები არის დაწერილი ჩამოყალიბებული არის როგორმე ამის მიტანა ხალხამდე მისი გავრცელება და მისი განხორციელება თუ საზოგადოება ამას შეიგნებს იმიტომ რომ აი იმ პროფესორის არ იყოს იმ კაცმა ვერ შეიგნოს როგორ უნდა
დავიმარჯვო მე, როცა შენი დონის კაცი იმას ამართლებ, რომელშიც ის პირიქით დასაჯელი კი არა, ჩამოსაკიდებელია ხეზე და დასაწვავი და იმას შენ ტარს უკრავ. რამდენი ვიცი პოეტი, რომელიც სადღაც სამსახური აქვს და რაღაც ორ კაპიკს ღებულობს, ესე იგი ბატონო ბიძინა და ახლა ეს რო იყო რა ქვია მისი დაბადების დღე და საოცარ რაღაც დიფერენდებს უმღერის. როგორც ერთი პოეტი ხარ, ერთი ინტელიგენტი ხარ, ისედაც სირცხვილია ძალაუფლების მქონე ადამიანის ქება და დიდება. მე ეს არ მესვრის, მე ვფლი რომ ესე იგი პოეტი, ხელოვანი, საერთოდ ინტელიგენტი კაცი, ნორმალური კაცი, ჰუმანური კაცი ხელისუფლების მიმართ მუდამ ოპოზიციაში უნდა იყოს. ნორმალურ ოპოზიციაში, ახლა ეს არ ნიშნავს რომ არ ვაგინებ ჩვენ, მაგრამ ოპოზიცია იმისათვის რომ იმან თავისი რეზერვი კიდე უკეთესად მართოს, აი ის გააქტიუროს და იმ მიმართულებით იაროს. ბატონო ახში დაბადების დღეს კვერცხების სროლე თუ აღნიშნეს ესე ოპონენტების არ ვიცი ჩვენ ბატონო დავამთავრე მე მინდა ახლა აი ინტელიგენციაზე და კულტურულ ხალხზე ჩვენ როდესაც გეგმავდით აი გელათში აი ამ ღონისძიებას მე თვითონ ქალბატონ ელენესთან ერთად გეგეშიძესთან დავიარეთ 21 უნივერსიტეტი, რომელიც ფუნქციონირებს თბილისში. ყველა უნივერსიტეტში ვიყავით. რექტორებს მივართვით მოსაწვევი და ჩვენი აი ეს დოქტრინა, ტექსტი. არც ერთი არ მოვიდა. ჯერ ერთი მხოლოდ და მხოლოდ ერთი რექტორი დაგვხდა, არა, ორი. ერთი აფხაზეთის თავის ადგილზე და მიგვიღო და გაიღო და მაშინ პირობა მოგცა, რომ მოვალო და მეორე იყო აი თემქაზე რო არის კავკასიის უნივერსიტეტი მე მგონი ხო საერთაშორისო კავკასიის უნივერსიტეტი იმის რექტორი მოსლით არც ერთი არ მოსულა მე ვფიქრობდი რომ დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის რექტორი თვითონ თუ არ წამოვა ვინმეს მაინც გამოაგზავნის დავით აღმაშენებლის დღე არის თანაც 900 წლისთავია მისი ხსოვნის ბატონო ჩემო არ გამოვიდა და მე ახლა აქ ვერ მოვყვები იმ კონტინგენტთან ვისთანაც ურთიერთობა მქონდა ხან კანცელარიის უფროსი იყო ხან კიდე პრორექტორი იყო ხან კიდე ვიღაცა იყო და ის საუბარი ესე იგი ყველა მიგვიღო როგორც აი როგორ მე რომ უნდა მოგიშოროს და ესე იგი დისტანციური ესე იგი თანაც მე გავიგე რომ თურმე ამათო 20,000 25,000 ხელფასები აქვს რაღაცები აქვს საშინელ ხალხო ეს უკვე საგანმანათლებლო მაფია შეიქმნა კიდევ ერთი მაფია რომელიც ესე იგი რაღაც აი ამ ჩვენისთანა ხალხის კამათის ფონდზე და აი მოქმედების ფონდზე თავის საქმეს აკეთებენ. ისე როგორც სამედიცინო მაფიამ ყველაფერი გააკეთა, პატარა რაღაც იმის ხელმძღვანელი თურმე 20-25,000 ლარი აქვს. ექიმები ვინც მუშაობენ იმათ არა, იმათ პატარა ხელფასები აქვს. იმათ თქვენ აი ახლა მე დღეს გამოვეპარე სახში, იმიტომ წნევაც მაქვს, რაღაც მაქვს. ახლა ამ დღეებში მქონდა. ჯო მუხლები ამტკივდა ესე იგი რომ მასალ რა ქვია ტრავმატოლოგთან მიხვიდე ფული უნდა გადაიხადო ტრავმატოლოგთან ფული 150 ლარი რომ მიხვიდე ეხოსკოპია რომ გადაიღო ისე არაბა ფული უნდა გადაიხადო რენტგენი რომ რას ნიშნავს ეს ჩემი დაზღვევა თუ ასეთ ელემენტარულ რაღაცაში ესე იგი თუ ერთი 500 ლარი ჯიბეში არ აქვს ისე არ უნდა წახვიდე არც ერთ იმაზე ყველგან ახლა ეს მე მაგალითიც მოვიყვანე იმიტომ რომ მე თვითონ შემეხედა ამაში არ ვცდები და პირდაპირ გეუბნებით ამას ესე იგი ყველაფერი არის შესაძლებელი მაგრამ ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ თუ აი სათავე არ გავასუფთავებთ სათავე კიდე არის ხელისუფლება პარლამენტი აი ის ხალხი ვინც უნდა შევიდეს პარლამენტში თუ ჩვენ ეს ხარისხობრივად არ გავაუმჯობესეთ და ჩვენ ესეც დავამუშავეთ კრიტერიუმები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პარლამენტის წევრი და ლიდერი ალგორითმის სახით დავდებით ხალხო
უბრალოდ გაეცანით და იმოქმედეთ და გეუბნებით ძალიან მალე სწრაფად გვექნება სანიმუშო და სასიქადულო ქვეყანა. აი ამისთვის ვიბრძვით ჩვენს, მაგრამ მარტო ვერ გავაკეთებთ. ბატონი ბახში რითაც ავტორებს იმით მინდა გავაგზავნო რომ და შემოგთავაზოთ რომ 3 წუთს პარლამენტში შემდგომ თქვენ ყველამ გამოთქვათ მოსაზრება რითაც ამთავრებს ბატონი ბახში რომ ასე გქონდეს რეალურად საშუალება რომ იქცე წარმატებულ ქვეყნად და ასე ებრძოდეს შეგვეყნას აი საქართველოს ამის მაგალითი. ვის დავალებებულად. აი თანაც ებრძვი წარმატებულად და უნივერსიტეტის რექტორების მე ძალიან ბევრ საინტერესო და კარგს ვიცნობ და ბატონო ვაშინიც იცის ეს ბევრი საინტერესო პიროვნება, მაგრამ აშკარაა რომ უნივერსიტეტის რექტორების მიმართ დღეს თვითონ სტუდენტებში და სხვაგან არის ძალიან მძიმე განწყობა. და პროფესორაში ძალიან მძიმე განწყობა, რომ ყველა როცა გამოვედი მე და ვთქვი რომ უნივერსიტეტის რექტორებს რა სისულელე გაგიკეთებიათ, რომ მეუბნებიან იმ უნივერსიტეტის პროფესორები, ისი რექტორი, რა რექტორი. კაც არ ერთი ვინმესთვის არ უთქვამს ჩვენთვის, რომ გამოეცხადებინათ ვაერაფერი. არავინ აზიარებს. რო ეთქვათ ერთი რამ ავტობუსები ყავს ყველაფერი და ეთქვა რომ მივიღეთ ეს მოწვევა, ჩვენ ავტობუსი დადგება აქ და ვისაც გაქვს საშუალება გაემგზავრეთ. ესე იგი ავტობუსი გადაიჭებოდა, მაგრამ არც გამიგია თქვენო წერილი, თქვენგან მოვისმინეთ, პირველად წარმოვიდგინეთ რომ აი რექტორი მოვიდა იმიტომ რომ ყველა რექტორი აი ჩვენ ძალიან მალე 31 სექტემბრის მერე 31 ლაბორატორია მარტის შემდგომ ბატონები ჩვენ ძალიან ესეთი უნდა გავხდეთ უკვე როგორც კი არ ვინმეს კი არ ვებრძოლოთ რადიკალური გავხდეთ საქართველოსთვის ბრძოლაში. არა ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლაში, არა საქართველოსთვის ბრძოლაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა პარტიები, ორგანიზაციები, გაერთიანებები იქნება და ესენი არის მიმართული ვიღაცის წინააღმდეგ. არაფერს აღარ მოგცემთ ჩვენ არც უკვე არც ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა 31 მარტის შემდგომ და არც ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა. აქ ლაპარაკი იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, გამოსავალი იქნება ამაში, რომ როგორმე შეერთდეს ის ხალხი მეცნიერულ პროგრამებში, რომლებიც იბრძვიან საქართველოსთვის. და ბატონო ვახში რაც თქვა, გუში მეკითხავთ, რომ კილასონია კომპოზიტორი კაცი ჩავედი, ხომ? ესე სასაული რამეები გავიგე, რომ ვთქვათ, სამარის გათხრა ღირს 500 ლარი ხალხი. ქუთაისში. ეხლა თბილისში ხორჯერ მეტი იქნება ხო ვიცი ეს. ესე იგი, ის სასახლე ღირს 10-ჯერ ძვირი ვიდრე რომ მახსოვს მე ქალაქის მერი ვიყავი და რაღაცა. აი ის რაც ვთქვათ, იმას სჭირდება რომ რაღაცა რომ კეთება, ის სასაული კიდე რამე, აი შენეღვინო ყველაფერი უნდა მოიტანო და კიდე სასაული ფასი აქვს ყველაფერს და უბრალოდ ამას რომ ისმენდი ყველაფერს ფიქრობდი იმას რომ აი მე ასეთი სიძვირე რომელიც ქვეყანაშია ანუ ჩვენ მონები რო ვართ იმაში ჩანს რომ თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქი ლონდონზე უფრო ძვირი და ბევრი სხვა რა ბათუმი კიდევ უარესი ბათუმი კიდევ უარესი ჩვენ ამას ვითმენ ჩვეულებრივ ამაზე ბევრი ვინმე მდიდრდება კორუფცია არის ქვეყანაში ბატონებო და დღეს კიდე ერთი ხუმაღლო ვამბობ ამ დღეებში დავწერეთ და ბევრჯერ ვიტყვამს მოგვეცით საშუალება ნებისმიერ ხელისუფლებას მიმართავ მოგვეცით საშუალება ნებისმიერ ქალაქსა და რაიონში საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შევიდეთ და ვნახოთ მერიაში და გამგეობაში და თქვენ დაინახავთ სხვა ხალხზე დაგიდგებათ რა კორუფცია დღეს რომ მერიებში და გამგეობებში და ამ მუნიციპალურ ერთეულებში კორუფცია მსგავსი კორუფცია სოფლიოში არ დაესიზღვრება ეს არის მზადება არჩევნებისთვის მთელი 4 წელიწადი ეს კორუფცია ემსახურება. თქვათ აი კიდე ერთხელ ვიმეორებ და მე არ მინდა რომ ამაში გამგრძელდეს, იმიტომ რომ თქვენ მინდა მე გამოთქვათ მოსაზრება, მაგრამ აი უბრალოდ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. არსებობს ორი კატეგორიის ადამიანი. მოდი, კატეგორია მაგრამ აი ბატონი ვახში, რომელიც აი ესე რადიკალურად განაცვალე. და აი მეორე პიროვნება, აი რომელიც ამ დღეებში არ მინდა გვარი გითხრათ, მაგრამ წავიკითხე ეს დასავლეთისკენ რომ მიდიოდი, წავიკითხე ერთ-ერთი ქუთაისელი ქალბატონი ძალიან საინტერესო, კარგი არის განათლებული იმიდან ოჯახი და ყველაფერი და ესე იგი ამოდო მიწაში დოიაშვილი. რეჟისორი. ესო აპროტესტია. ესო ვინ არისო? ესო კითხულობდი ამას და ფიქრობდი რომ დოიაშვილი არ არის ხელწამოსაგრავი, მაგას დავანებოთ თავი. ბიჭო, კაცი იბძვის იმისთვის, რომ ჩემი სახიობი დაიჭირესო. და ეუბნება ამას რომ ხალხო მომეხმარეთ 1-2 თვე იმუშავა ხელისუფლებას და ნაუთრა გამოვუშვით და რო არ იბრძოლოს იმან ყველა უნდა ვთქვათ რომ შენ ხარ მონა
დაგიჭირეს მსახიობი და ხმას არ იღებს. რა თქმა უნდა. ესე იგი ხმას იღებს და გაანადგურებს, მაგრამ კარგი მე ვიფიქრე, ნუ ეს კალბატონი გადავიდა ჭკუიდან იმ ოჯახში, დიდი უბედურებები დატრიალდა, შვილი მოუკვდა რაღაცა და ფიქრობდი რა, ხალხი რა შვები თქვენ რაღაცა. ჩემთვის ფიქრობდი ამას ვიცნობ კალბატონის კარგად, მაგრამ ეს კომენტარები წავიკითხე მე. ესე იგი უნდა ნახოთ რა, ნუ ესე იგი აი პრაქტიკულად დოიაშვილთან დაკავშირებით და აი ნუ ვიფიქრე ის რომ აი ხელისუფლებას რო ასეთი ვინმე მოგწონს და არ გამოხვალ და არ იტყვი რომ აი ამ კაცმა გვაგრიტი გააგრდა ბევრია თქო და მოიწვიეთ ეგეთ ხო ბიჭო გამოდის ეს კაცი ხო პროფესორი დოქტორი მსოფლიოს 7 ქვეყანაში არის ისი მართვის სისტემა თუ კითხე მაინც ხო რა არის რა გააკეთია რა ნაცვლად ამისა მიდის ბრძოლა ამნაირი ადამიანების წინააღმდეგ და ეუბნებიან ნაცი ხარ მე მეუბნება ბევრიმე ბატონი ვახში მეუბნები არ იცნობთ არ იცით აბსოლუტურად არ არის ბატონი ვახში არის იმ განწყობით რომელიც და მე რო მეწვევა შენს ნაცი გავდა არ უნდა ილაპარაკო ვინ ჩვენთან არის ნაცია ხო ამის მერე ხოლმე ესეთი სისულელე რა შემოაგდო ხელისუფლება კატასტროფაა რომ თქვა დღეს რომელიმე პოლიტიკური ძალა რომელიც ასპარეზია ამის გვერდით ყოფნა ეს არის საკუთარი თავის შეურაცხყოფა არიან ადამიანები როცა ხელისუფლებას არ მოწონს ვახში ჟვანიას მსგავსად მოაზროვნე და მოხსოვს ის ქალბატონი რომელმაც ეს დაწერა და მოწონს ისინი რომლებიც აქებენ ხელისუფლებას ეს უკვე არის დეგრადაცია და ხელისუფლება უკვე შესაძლებელი ხარ ამის გამო რომ შენ ის მოგწონს იმან იცის რომ შენ ასეთი ადამიანი მოგწონს და იმიტომ წერს ამას მე მაგალითად ახლობელმა პიროვნებმა მითხრა დაანებეთ ამ ხელისუფლების კრიტიკას თავიდან თქვენ რო პროგრამები გაქვთ თქვენ რო გამოცდილება გაქვთ თქვენო ესე იგი რა მე ვეუბნები რომ შენ მეუბნები იმას რომ აი მთელი ცხოვრება რაც ვაკეთე იმაზე თქვა უარი და ბიძინა ივანიშვილს გავეგო ფეხქვეშ თქვენ ყველანი ინანებთ გარკვეული დროის შემდგომ 10-15 წლის შემდგომ თქვენ ივანიშვილსაც გუყავთ ქვეყანასაც გუყავთ და ყველანი ინანებთ ვინც მიხეილ სააკაშვილს ეგებოდით ფეხქვეშ და ეგებით დღეს და ვინც ბიძინა ივანიშვილს ეგებოდით ფეხქვეშ და ეგებით დღეს მე ვიმუშავე შევარნაცებობაში მომიძებნეთ ერთი ადგილი რომ შევაქე შევარნაცე მომიძებნეთ ერთი ჩემი გამონათქვამი და მე მოგიტანთ 1000 სადაც ვამბობდი რომ მარტუხებში ხარ კლანში ხარ უბედურებაში ხარ ბევრი რამ და ტრიბუნასთან დავდექი და ვთქვი 97 წლის 13 ივნისს ქვეყანაში სისტემაა კორუმპირებული და ნოებრძვით პიროვნებებს დღეს თქვენ მომიძებნეთ ერთი პიროვნება ან სააკაშვილისთვის შეურჩევია რომ ასე ხوارჯობდა მისი გარემოწვას არა დღეს როცა აღარ არის თანამდებობაზე რა არის ამბობენ მომიძებნეთ ერთი პიროვნება ბიძინა ივანიშვილისთვის შეურჩევია რომ ბატონო ბიძინა ასე ხომ არ აჯობებდა არ არის ლაპარაკი იმაზე რომ ტრიბუნასთან დავდექი 700 კაცი იყო დარბაზში და ვთქვი დაასვით ამ დარბაზში წესიერი ხალხი და ქვეყანაში წესრიგი და განიერი ქვეყანაში წამომიხდა ნახევარი დარბაზი ბაჭორის და რას აკადრებ ჩვენს პრეზიდენტსო ერთმა მინისტრმა მითხრა და ეს მინისტრი ნახე ამ დღეებში გამოვიდა აი ის იმას რომ იყავს რა ქვია ეს უარი გადაცემა რომ იტყავს აი ძველი ისტორიაში რომ საქართველოს დაბადება ხო საქართველოს დაბადება ხვიჩია ხო ხვიჩიას გამოვიდა იქ და ის კაცი ლაპარაკობს შევან მე შესვენების დროს ხელს არ მართმევდნენ ესენი ეშინოდა ჩემთან მოსვლა და დალაპარაკება დღეს გამოდიოდა შევარდნაძეს ეს უთხარი და შევარდნაძეს ის უთხარი და შევედი კაბინეტში და სააკაშვილს ეს უთხარი და ტყუილი ყველაფერი და იმას დაურეკე პიჩას და უთხარი ტყუილი ისტორიას წერთ თქვენ ტყუილი ისტორიას და ქალბატონმა მანანა მითხრა რომ ჩვენ ვაპირებთო ემისიო რა ქვია გადავწოდო მე ვთქვა რომ მე არ გავაკეთებდი თქვენ როგორც კიდევ ისე გააკეთოთ მას ხელი მომმართოთ მაგრამ აი ამ ტყუილზე აებო ქვეყანა ჩვენ ახლა 31 მარტი 8-ზე გაკეთდა მიმართვა აი აქ არის ჩამოყალიბებული პარტიებისა მე მეუბნებია არ მოვა არავინ რა თქმა უნდა მეც არ ვარ დიდი იმედით რომ მოვლე მაგრამ ჩვენ გარკვეულ ხელმოწერას გავაკეთებთ ისე როგორც ბატონო ვახში ვთქვა ყველა პარტიის ლიდერს ჩაბარდება ჩვენ ახლა ამ დღეებში რაღაც უნდა გავაკეთოთ უნდა ჩავიწეროთ უნდა რომ მივა ეს გუნდი პარტიის თავმჯდომარესთან 10 წუთი 20 წუთი რო იქნება ლაპარაკი აი უნდა თანაც უნდა ჩაიწერონ ეს ყველაფერი და ტელევიზიით უნდა წავიდეს და უნდა უთხრათ რომ აი ბატონებო ჩვენ ასეთი რამეებისთვის და ასეთი პროგრამებისთვის განხილვას ვიწყებთ და მოდით დავიწყოთ მეცნიერებმა და პოლიტიკოსებმა ერთმანეთთან თანამშრომლობა ჩვენ ხალხს ვეუბნებით ვინც პოლიტიკოსებს დაძდებთ უკან თქვენი კუჭი მუდამ მშიერი იქნება მაგრამ ვინც მეცნიერებს უსმენთ
ამ ქვეყანაში სიკეთე იქნება თუ მეცნიერებს გავყრებით. ესაა ჩვენი პოზიცია. პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს მეცნიერების ერა. და რადგან მე რო აღარ იყოს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წავედით იმ ადგილიდან, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი იყო აღმართული და გადაიტანეს, რომ აი ჩვენ თავის დროზე მივწერეთ ქალაქის მერიას და მაშინ იყო ქალაქის მერი იყო, მე რო დაიჭირეს ის უგულავა? გამსახურდების დროს ვიცი ხო, სააკაშვილის დროს ქალაქის მერი. უგულავასგან მივიდეთ პასუხი პერიოდში, რომ ჩვენ არავითარი დოკუმენტი არ მივიღია ზემდგომიდან და ჩვენ არავითარი დოკუმენტი არ მივიღია. ანუ ეგ ძეგლი, რომელიც დაიდგა პრეზიდენტის ბრძანებულებით და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ დღეებში არ დაიჯერა ეს ბატონობა ბესიკ მოგველმა ესე როგორ იქნებოდა და მიმართა ძალიან ღირსეული, ძალიან კარგი პიროვნება და მიმართა ქალაქის მერიას, რომ გვითხრით რა დოკუმენტის საფუძველზე გადაიტანეთ დავით აღმაშენებლის ძეგლი. იგი დაიდგა პრეზიდენტის ბრძანებულებით და დაიდგა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. პატრიარქის ლოცვა-კურთხევა არ არსებობს, გადატანაზე არ არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომ გადატანილი იქნას სხვაგან. დაიხარჯა იმაზე მეტი ფული ქუთაისში ძეგლის გადატანაზე, რა ძეგლის დადგმა დამიჭირდა ჩვენ. ანალოგიურად მოხდა აქ. აი ამიტომ ყველას ვეუბნებით, რომ ესაა სისტემური დანაშაულის კრეხანა. როდესაც ერთ პიროვნებას ბრძანებით შეუძლია დაანგრიეთ ეს და ქუთაისში შეეწირა და მერაბ ბერძენიშვილი უნიკალური და ოჯახში შეეწირა და აფეთქეს. აგერ ძეგლი ერთი მეორე გადაიტანეს ორივე დავით აღმაშენებელი თანაც ერთი და ქუთაისში იდგა დავით აღმაშენებლის მოედანზე. დავით აღმაშენებლის მოედნიდან გადაიტანეს და დადგეს ლენინის კვარცხლბეკზე. არ შეუცვლიათ არაფერი ლენინის კვარცხლბეკზე. დადგეს ამას და ფული დაჯდა იმაზე მეტი ვიდრე ჩვენ კორუფციაზე. აი ეგ არის აშინელება. ამიტომ ჩვენ ყველაფერს აი ის რაც დაკავშირებულია ბანკებთან, საბანკო სისტემის მოწესრიგებასთან, ჩვენ გვინდა რომ ეს გუნდი, ვინც დაეთანხმება რა თქმა უნდა, ბევრი ამბობს რომ მე რო დავასახელებ, მე არავის არ ვასახელებ, მე დავასახელებ, ვინც მე მიმაჩნდა, მაგრამ ხალხმა დაასახელა, ჩვენ პატიოსთა თამსიას გამოვიტანთ და ვეთქვით რომ 5-6 კაცზე მეტმა დაგასახელა თქვენ. გინდათ მოუხადეთ, მადლობა უთხარეთ ეხლა ხალხს და იქ გამოგვექნება ესია. და როდესაც მე ამ ხალხს ვეთქვით ჩვენ რომ ვიწყებთ ეროვნულ სახელმწიფოებრივ და დოქტრინის მიღებას, ესა განხილვას და ვიწყებთ სწორედ იმას რომ აბა ნულოვანი აუქციონი ვინ შემოიტანა, ვინ გააკეთა რომ გაანადგურეს საქართველოს ისე. აბა ვინ აიღო კუპონებში რომ სესხები რომ იყო და საცავი და ესენი, აბა რომელი ბანკები გაკოტრდა და ბანკები რო გაკოტრდა მილიარდერები როგორ არიან იმათი ხელმძღვანელები მაშინ შენი ბანკი თუ გაკოტრდა შენ მილიარდერი როგორ დავჭირს რაღაც ყველაფერს თავი დავალებო 7 მიმართულება აღებული გვაქვს ჩვენ რომელსაც ვეთქვით ამ ხალხს რა თქმა უნდა ამას ულაპარაკობ შეშინდება ბევრი და შეშინდებიან ისინი და ხალხს ვეთქვით რომ კი დაასახელეთ თქვა თქვენ თემურ შაშიაშვილი პირობითად ვამბობ სხვაზე არ ვლაპარაკობ მაგრამ თემურ შაშიაშვილი ამოშტა შიშარა ვერ მოვიდა რომ ხალხს არ ჭირდებოდა იმ საკითხებზე რომ ემსჯელა და იმ საკითხებზე რომ განვითარებული იყო რა ყველაფერს თავის სახელით უნდა დავარქვათ და 31 მარტის შემდგომ ან ჩვენ ვქმნით პარტიებთან ერთად რაღაც დიალოგს ვიწყებთ და წესრიგდებით ან ვამბობთ რომ ჯანდაბას არ გინდა თქვენ არ უნდათ ხელისუფლებას რომ მეცნიერები არ გინდათ ჩვენ მეცნიერები შევდივართ ხალხში იმიტომ იქნება ეს ათვისდობა და მივხედავთ ამ ქვეყანას და გავერთიანდებით მეცნიერულ პროგრამებში და ეჭვი არ მეპარება იმაში რომ ქვეყანა შეიცვლება ძალიან ეხლა 3 წუთით ყველას გაქვთ როგორ ადაზგნებოთ ბატონ თემურ მე მინდა რაციონალურად გამოვიყენო ეს მონიჭებული შესაძლებლობა და უარესად მნიშვნელოვანი რამ რაც ჩვენში და თითოეულ ჩვენთაგანში და თუნდაც ჩემშიაც მეტნაკლებობით ალბათ არსებობს ეს განცდა დავდრგუნოთ უნდა ჩვენში ალბათ მონობა პირდაპირ ვიწყო და მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო 1916 წელს დაბეჭდილი ქართული ლიტერატურული ესე იგი მინიატურის დიდოსტატის ნიკოლ ორთქიფანიძის პატარა მონა მე ჩავეტევი ნამდვილად იმ 3 წუთში და მინდა გითხრათ ესე იგი და მიმართო საზოგადოებას ჯვარედი გზაზე ისმის გასწორდი წელში ასწიე მაღლა ამაყი თავი მოიღერე კისერი თავისუფლება მიეც გულმკერდს სუნთქემ სუბუქი ჰაერი ნუ ჩამოგიშვია ცხვირი დაიჭირე მზის ხივები მიაბყარ სმენა გალობას დასტკბი ვარდთა ყნოსვით აქტიური ხმა ესე იგი მონას ეუბნება მე მონა ვარ
პასუხობს მონა. რა უყოთ იბრძოლი გათავისუფლდები. მე სუსტი ვარ. თავისუფლება სიყვარული მოგცემს მოსეს კვართს და დავითის შურდულს. არ მაქვს იმედი. არაფერია ბრძოლაში იმედიც იბადება. მეშინია უარესის. შეჩეული ჭირი. მონაზე უარესი რაღა იქნება? სიკვდილი, შიმშილი და ბოლოს ესე იგი ღვთიური ხმა იგივე ნიკოლ ორთქიფანიძე მონახარ მართლად ჭეშმარიტად მონა ნაკლებად საწოდავი ვიდრე საზიზღარი. აი თუკი ჩვენში ამას ჩვენ დავდრგუნავთ მე ღრმათა ვარ დარწმუნებული ყველაფერი ის რა ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ მე ვფიქრობ რომ ძალიან მარტივად იქნება განხორციელებული და ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ მე არ ვეუბნები არავის მივმართავ რომ ესე იგი მე საკუთარ თავს მივმართავ უპირველეს ყოვლისა რომ ესე იგი დავდრგუნო ჩვენში ის რაც განვითარებაში გვიშლის ხელს ჩვენ ყველაფერა გაგაცი რომელიც პრეზიდენტის არჩევნები რომ იყო იქ შედიოდა იმ 300 კაცი თუ რამდენიც იყო და არ მიცა ხმა პრეზიდენტის არჩევას და თქვა რომ საქართველოს არეკადრება იყო და დიდი მადლობა ამისთვის ძალიან ორი სამწუთიანი ყველა ვერ მიბაძა სამწუხარო ესე იგი ბატონებო კორუფცია და ნეპოტიზმი გოლდენმეიერი ამბობდა რომ კორუფცია და ნეპოტიზმი უნდა გათანადდეს სამშობლოს ღალატთან როგორც თქვენ გაქვთ აღებული რაც შეეხება მეცნიერთა კონგრესს ახლა მე ალბათ დავარქმევდი ამას ამომრჩეველთა საბჭოს ფუნქციას მივცემდი რომ ნებისმიერ პარტიას მოსთხოვოთ პროგრამა რესურსით აპირებ ამის გაკეთებას, როდის აპირებ და თუ არ შეასრულებ, რომ წახვიდე აქედან. ჩვენ ყველანი ვიქნებით 31 წლის მომსწრე, ვინც ვართ კონგრესის და ყველა სადგელოდე მე შენ 4 წელიწადი და მე კიდე სკამების შენდარჩუნებაზე ჩვენ ხო ვიცით რომ ხელისუფლება ყნის და აბსოლუტური ხელისუფლება აბსოლუტურად ყნის. რაც შეეხება მონას, მონა არისტოტელე ამბობს რომ მონა უფრო გაცილებით სასტიკია დანარჩენი მონების მიმართ, ვინმე მონათლობელი. ეხლა ესე იგი რო ხდება და დარბევები და ესამბები რომ ესენი მარლა მონებს რო უდახდნენ ახალგაზრდობა ხელი კი არა და ბესიქარანულმა დაწერა წინვალე ლექსი ბავშვებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ აი ერთ-ერთმა ისო პოეტმა ერთ ასეთი განსხვავება მისცა ერი არის მომავალზე ბრუნველი მაგრამ ცოცხალი ფენომენი. ბესიქარანული რას ამბობს ეხლა ძალიან მომეწონა სხვა შორის. გლები შეივდომებენ ტყეში დაგდებულ ბავშვს. არწივები ვერზე დაგდებულს ფრთებს გადააფარებენ. როდემდე უნდა მოხვიდეთ ბავშვის სიკვდილზე, როდემდე უნდა შემოაგოთ ბავშვის სიკვდილით ხელისუფლების კარიბჭე და ესე გაგრძელოთ მე სულ ამ ნაბიჯებით. მინდა ხელი მოუხვიო ამ დაუცველ ანგელოზებს, ფრთებზე შევისხა და გადავიკარგო მოუსავალში. იზოლებული ხდება პოეტიკასი, პოეტს ხო იცი როგორ ინფორმაცია, უფლისგან მოწოდებული, ძალიან ლაკონიური, აი მესიჯივით რო იტყვეთ, უფლის მესიჯია ესა. ძალიან საინტერესო და კარგი პოეტიკა. მინდა ხელი მოუხვიო ამ დაუცველ ანგელოზებს. დაუცველი ანგელოზები არიან ჩვენი ბავშვები 18 წლის ბიჭს რო ესე იგი, ბიჭო, მას გაეკეთა და პირის მეტყველებაზე დაგინახე როგორ მაგინებდიო. და ასე ან კიდევ იმ ქალბატონს რომელიც არის ერის ღირსების ქალბატონს შეაგინა შენერწყვა იმ ქალბატონს რა უნდა ეკნა ღირსების გამო სახალხოდ შემოულაწუნა იმ არეკადრება ეს ქართველმა რაინდმა კაცმა უფლება დამცველი ქვია და ამ უფლების დამხობის ყველაზე მეტი ეგენი არიან ერთი ამაგებინათ უნდა შეუცვალოთ მაგას სახელი ნამდვილად და სახალხოდ იმან ეს პროტესტის ნიშნად გააკეთა ეს დაუშვათ შემოულაწუნება რომ იქნებ გამოფხიზლდე როგორც აი იმაში რომ ნატრის ხეში რომ შემოულაწუნებენ ემ აი ესეთი რაღაც ხდება მეგობრებო და დიდი მადლობა კარგი განვითარება მიეცა ყველას რომ ხუნდეთ საშუალება 6 საათზე გავთიშავენ და ამიტომ აბა ორი სამწუთის პარდებში ყველა გასაცდით მინდა გამეცადო რომ ბაგონმა ვახში აბსოლუტურად ზუსტად ბრძანა რომ პოზიცია ოპოზიცია ეგრეთ წოდებული აბსოლუტურად ერთი ძალაა და ამის 100%-იანი მტკიცებულება აქვე მინდა წარმოვადგინო ის ფაქტი რომ სოფლიოს ყველაზე დიდი პოლიტპატიმარი კანონური ხელისუფლების მომხრე ბატონი ირაკლი დოკვაძე როგორ შეიძლება რომ მოკავშირე 27 წელი ასული კამნების ბანდის დროს და სახელმწიფოდან მეკავშირდება ხოლმე ძარცვაზე და გადასული აი ამ საბილე ეგრეთ წოდებული ხელისუფლების დროს იყოს პოლიტიკური პარტიები მაშინ როდესაც არჩადელი დანაშაულის ძერსთან გამართა კომპენსაციაც კი მიიღო და შემდეგ რო არც უხუჭამიებს რო არ გააправა რაღაც საკითხებში აბატი რომ ბარბარიძე რო არ გაამართა მათი და ვითომ ლეგიტიმაცია რო ეგუნა მე ლეგიტიმაციას ვერ მიიღებენ თუზემეს საბჭომად დანიშნა არჩევნები ამიტომ ხელმეორედ ახდენდა სადამდე უნდა იყოს და აი ხა ოცნებას ეხლა რო ნაცებს რო ებძვიან ვეკითხები მე
გამოუშვით ეს კაცი თუ არა დავჯერეთ ის მასალები დავიდოთ და მე დავპირისპირებ მოიყვანეთ თქვენი ადვოკატები თქვენი ვიც გინათ და სამართლებრივი ნორმების გახმრის ფაქტების დაგიპირისპირეთ რომ რეალურ როკვაზე არის სრულიად უდანაშაულო ადამიანი და არა მაგრამ საკითხი შეიძლება ბატონო თემურ ვიტყვით რამეს აი ვიც კი აი ჩამოწერილი 12 პუნქტიდან ერთსაც არ ითანხმება განაშვით არ ითანხმება ერთსაც ურ არის დახმება ხო ის უკვე არის შეიძლება გამოუცხადოს სამშობლოს მოღალატე და კიდევ უსამართლობაზე მე შემიძლია საათები ვისაუბრო რაც არის საქართველოს სასამართლოში პროკურატურა მუდმივი გულგრილობის იმაშია და პირდაპირ სამართლის კოდექსი ახორციელებს სამსახურებრივი გულგრილობა და კიდე 178 პუნქტია პირდაპირ 10,000 ლარი ხელფასების თვით დანიშნა, მაშინ რეფერენდუმი ხალხისთვის არ უთხოვიათ, რომ აი ჩვენი სამსახურისთვის რამოდეს გაიმეტეთ, გადაგვიწყვიტეთ და რაღაც კრიტერიუმი დადგეს და ასევე საარქივო კომისიებთან დაკავშირებით და კანონთან მიგეთ, ხო, მე მაქვს ისინი მოსაზრებები შემიძლია ცალკე კარიეროს მოგზავნი ჩვენთან და სასიამოვნო იყო ძალიან. ბატონო გიორგი, გვერდული სამწუთი. კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ ვიტყვი, კონდიტერი და დავით აღმაშენებელი ეს არის სადაც ცოდნა და გამოცდილება მოვა ენერგია და ნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამაშენა არის ეხლა საუბრო საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილება მიგოს ენერგია და ერთად ეს სქემა ამუშავოს და ცოდნა და ენერგია ერთად ქმნიან მომავალ საქართველოს. დიდი მადლობა კარგია. ბატონო თერგის მე ახლა არ შეიძლება გუშინ გახდით ეგ რა 25 თებერვალი იყო არ ვიცი ახლა ეს ხელის ელემენტარულად ოდნავ მაინც თუ აცნობიერებს იმას რომ 31 წლის 25 თებერვალი და გუშინდან 25 თებერვალს შორის ტოლობა იყო გავლებული რა ანუ მიზანიც იგივეა ხალხი ვინც იქ მივიდა და ვინც უყურებდა და ვინც ვერ მივიდა ყინვისა გამო ეს არის ამათვის ტრაგედია და ამას თუ ელემენტარულად თუ ვერ ხდებიან ეს არის უკვე ისტორიული განაჩენი რომელსაც ვერავინ ვერ შეცვლის რა ამიტომ აქედან გამომდინარე ეს თქვენ თავიდან ბოლომდე გეთახმებით ირაკლეს თაობაზე ციხიდან მირეკავს ესე ხშირად როგორც ასეთი კონტაქტი სულ მაქვს ძირითადად როგორც ასეთი და მოდი რა პოლიტპატიმრები სხვები თუ არიან და სინდის პატიმრები ერთ-ერთი უპირველესი ირაკლი დოგვაძეც არის როგორც ასეთი სოფლიოდების რა თქმა უნდა მანდელასავით კაცია მანდელა რო იყო ნელსონ მანდელა ამიტომ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს როგორც ასეთი ამას შეფასება უნდა ამას კონსტიტუციური სახელმწიფო პერმანენტული გადატრიალების შედეგების ლიკვიდაცია ჭირდება, ამას საზოგადოება ჭირდება, ნებელობა ჭირდება, მენტალიტეტი ჭირდება, თორე ეს იდეები, რომელიც აქ არის მაგისტრალური მოცემული, ხო, ეს დარჩება ჰაერში ჩამოკიდებული. ამის გარეშე მე ვერ ვხედავ ჩვენ მომავალს პირდაპირ, მაგრამ იმედი უნდა გამოთქვა ბატონ აგიორგი ძალიან კარგად თქვა, ცოდნა, ენერგია გამოცდილება როგორც ერთმანეთს ეს ერწყმის, როდესაც ეს ერწყმის, მაშინ ამ მაგისტრატში, ამ სივრცეებში შეგვიძლია შესვლა და გარკვეულწილად ვალდებულიც კი ვართ ეს ამოცანები ასე თქვა შემოწმებული. უნდა გაიჭეროს ახალგაზრდებთან როგორ თქვა. აუცილებლად მე სულ ვამბობ რომ ჩემი ეთერი, ჩემი პროექტი ღიარი უპირველესად ახალგაზრდებისთვის როგორც ასეთი და ეს კიდე თუ არ იმას აქნა აიდო და თუ არ დამყარდა და გამყარდა მომავალზე ფიქს თავი უნდა დავარნებო. ბატონ და ჩემი მეგობრობის გამო უნდა უთხრა რომ იდეებს რომ გაწვი მოქმედებაში შემოდი და შევხვდეთ. კი, აუცილებლად. მე ახლა ჯანმრთელობამ შემიშალა ხელი თუ ბატონი კობაზანაძე შემოგვიერთდა ექიმიკაცი, სამხედრო ექიმი, ძალიან საინტერესო პიროვნება, გერად ჩემთან ერთად იყო ბატონო ვაშიმ დაუთმო თავისი ისა და დრო და მე მას პარასკევს ვიწრო თუ ექნება საშუალება ძალიან სერიოზული გადაცემა დღეს კიდე 2-3 წუთი გაქვს მეტი არა საფუძვართ რომ მართლაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის აი ამ აუდიტორიაში ყოფნა და აი ესე ქართული წესისა და ქართული რეგისტრისთვის აი ესეთი გულანთებული საუბარი. რადგანაც დღეს ქართულ პრობლემას შევეხეთ მართლაც ალბათ ერთი რამე ისევე და გავითვალისწინოთ რომ ყოფა რომელშიც დღეს ვართ ეს მარტო დღეს არ დაწყებულა და თითქოს და ერთგვარად თანამდები არის ქართული ყოფისათვის და ყოველთვის არის ერთი და იგივე გამოსავალი. ყოველთვის არის თითქოს და ერთი და იგივე
მოჯადოებულ წრეში ვართ, ის შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც ჭირდება ქართულ საქმეს იფანტება არაფრისთვის. უპირისპირდებიან პარტიები, უპირისპირდებიან გმირები, უპირისპირდებიან საზოგადოებები ერთმანეთს და ის ენერგია, რომელიც უნდა მოხმარდეს ქართულ საქმეს იფანტება. და ამ ენერგიას არავინ არ მოგცემს ჩვენ არც დასავლეთი, არც აღმოსავლეთი, არც ჩრდილოეთი და არც სამხრეთი. ერთადერთი ისტორიის ყველა ეტაპზე ჩვენ რო ის გმირები, რომელმაც იყვნენ ულანთებული ქართველები და ერთმანეთი გაანადგურეს, ერთად რო დამდგარიყვნენ, დღეს სხვა საქართველოს მივიღებდით. ამიტომ ჩვენ როდესაც დღეს ვლაპარაკობთ გამოსავალზე, ალბათ ისევე ის არის, რომ ეს გაგრძელება ერთგვარი იმ ფეოდალური კარჩაკეტილობის, რასაც პარტიული ცხოვრების წესი ქვია. აი რომელმაც გვერდზე მიაგდო, აი კარგად არის სახელმწიფოებრივ დოქტრინაში, რომ არ ჩანს სახელმწიფოს მეპატრონე. ამ სახელმწიფოს მეპატრონე არ არის პარტია. ამ სახელმწიფოს მეპატრონე არის ერი და ეს ერის ჩამოცილებულია საერთოდ. შეიძლება მას ქონება გაუყიდო. შეიძლება მას კანონზე საერთოდ არაფერი არ ალაპარაკო. შეიძლება მას ყველაფერი უთხრა მის ადგილზე, სადღაც ირბინო აღმოსავლეთში, დასავლეთში, ჩრდილოეთში, სამხრეთში მისმაგივრად ილაპარაკო. ისე რომ თან სახელმწიფოს სახელით. ამდენად ამოსავალი წერტილი ამ სამართლებრივი სისტემის შეცვლა არის. როდესაც ქვეყანა დაუბრუნდება თავის მეპატრონეს. ის რაც დიდმა ილიამ თერგდალეულებმა თქვეს, რომ ერს დაუბრუნდება თავისი ქვეყანა. სხვა გამოსავალი ისევ ასე ვიქნებთ ერთ პარტიას მეორე შეცვლის, მეორე პარტიას მესამე შეცვლის და ისევ ამ პარტიულ ვანქალიაში ვიქნებით. და მაგრამ უკვე დუღდება. აი ეს საკითხი უკვე დუღდება, რომ აი ესე გაგრძელება შეუძლებელია. ეს ყოველთვის ჰქონდა საქართველოს ისტორიაში, ეს პერიოდი ყოველთვის იყო, როდესაც ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლებოდა. აი ამ დუღილში იბადება ის წერტილი, რომელიც ქართველ ერს ამოიყვანს თავისი ამ ძირიდან ზედაპირზე და რომელიც შეძლებს რომ თავისი ქვეყანა მოამწიფოს და ჭეშმარიტად სიმწიფე მიიღოს სახელმწიფოებრივი. დიდი მადლობა, უბრალოდ არ ვიცი თქვენ მოგეცათ თუ არა საშუალება, ძალიან ძლიერი გამოსვლები აქვს არგენტინის დღევანდელ პრეზიდენტს. სასწაულად საინტერესო, ასე მგონია რომ მეცნიერთა კონგრესის ყველაფერი რაც ჰქონდა, მაგრამ მე ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ როცა მეცნიერები აანალიზებენ ყველა ქვეყანაში არა ის ახალია ახლა ძალიან საინტერესო პიროვნება აქვს. კაჩურის ქალბატონი კარგად გააცილეს, მაგრამ მოვიდა კაცი, რომელიც ამბობს იმას, რომ ხალხს უნდა დაუბრუნო ქვეყანა და აი ყველაზე მნიშვნელოვანი სასწაული გამოსვლები აქვს. უბრალოდ მინდა რომ დღეს აი აგერ როცა დამთავრდება ჩვენი გადაცემა აი ლოცვის შემდგომ კარგი იქნება თუ მეცნიერთა კონგრესის მიმართვა პარტიებისადმი, პოლიტიკოსებისადმი ტელევიზიას აქნება საშუალება რომ ეს წავიდეს და ერთწუთიანი ჩემი სიტყვა მინდა თქვა იმასთან დაკავშირებით აი აქ რაც ითქვა რომ მონა ყველაზე სასტიკი არის ხის მიმართ და ის თვითონ მონების მიმართ. მონების მიმართ საქართველოში ეგრეა ვინც ვისი მონაცაა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ის ხისი მონაა თქვენი ვისაც იგნებით აი ისინი ხელისუფლების სათავეში ისინი ხელის მონები არიან და ამიტომ აწყობილია ეს სისტემა ვერტიკალზე არისტოტელი ამბობს ამას მეკეო ის იმართება გარედან მონარქიზმის ის მერე ის და ეს და რაც უფრო ჯაჭური ავტორიტეტს რაც უფრო დააბრუნებს ჩვენ თორე მონა რომ არ იყოს ვინმეს მონა რომ არ იყოს ის ვისაც ვინც ჩვენ მონებად გვაქცია ის უფრო გაგვათავისუფლებდა ჩვენ ამისაგან და საქართველოს მიხედავდა მაგრამ რაც უფრო ძიმედ გეპრობა უნდა იცოდე რომ ეს არის და ძალიან საქართველოს მე ძალიან უწუხარ რომ დიდარი მონების ქვეყნად ჩამოყალიბდა იმიტომ რომ რეალურად ეგ არის მე არ ვიცი მინისტრი რომელიც მონა არ არის არ ვიცი თუ ვინმე შეურაცხყოფას აღელებს შენდობას ვითხოვ მე არ ვიცი ხელისუფლებაში ვინმე რომ არ იყოს მონა ასე იგი ამიტომ პრაქტიკულად ესენი დიდრები არიან იმის გამო რომ მონები არიან მათ მონობას მოაწერეს ხელი იქცნენ დიდრებას და ამიტომ არიან თქვა მე ვიღეთ ბონუსები მიიღეს ეს არის სერიოზული ბატონი უცხოეთში ყავს იონე ოქროპირის სიტყვებით ვასრულებ რომელსაც თქვა უნიკალური და რაზეც ბატონი თემური ბრძანებდა აქ რომ თავისუფლებისათვის გაგათავისუფლად უფალმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები აი ეს ადამიანი ვინც ის არის თავისუფალი საკუთარ თავს უკვე მოერია და მონა მოკლა საკუთარ თავში მონის მოკლა საკუთარ თავში ნიშნავს გაწყინებულ საქართველოს მაგრამ ამინ ღმერთმა უგვაკლევინოს